ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც გავუკეთე საკუთარ თავს, ეს იყო 33 წლის ასაკში, ეხლა ვარ 35-ის და მას შემდეგ, რაც დავიბადე და სიცოცხლე მაჩუქეს, იმაზე დიდი საჩუქარი, რომ მე სამსახურიდან წამოსულიყავი და იურისტის კარიერა შემეწყვიტა და შემეცვალა პროფესია, დამეწყო ძიება. მოკლედ მე არ გამიკეთებია და არც სხვას არ გაუკეთებია. ორი დიდი საჩუქარი მაქვს ცხოვრებაში, ეს არის სიცოცხლე და შემდეგ თავისუფლება. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, რომლის სახელით ზუსტად გამომდინარეობს ჩემი ამ, ესე ვთქვათ, საჩუქრიდან. და მინდოდა ვიდეოს დასაწყისშივე მეთქვა, მე თუ შევძელი და კიდევ ბევრმა ადამიანმა შეძლო, განსაკუთრებით ეს შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურენოვან და რუსულენოვან YouTube-ზე ამის შესახებ ბევრი კონტენტი დევს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად დაიწყოთ ცვლილებისთვის მომზადება, შემდეგ ცვლილება და იცხოვროთ თქვენი სასურველი ცხოვრებით. ეს არც ჯადოქრობა, არც გამართლება და უმართლებთ იმათ, ვინც ცდილობენ. დღევანდელი ვიდეო არ არის წინასწარ დაგეგმილი და არც რაღაცნაირად შეიძლება არ ჯდება ჩემ კონტენტის გეგმაში, მაგრამ ბოლო პერიოდი იმხელა მადლიერება მაქვს. ამ მადლიერებასთან ერთად ვხედავ ძალიან დიდ კონტრასტებს, განსაკუთრებით თუ შევადარებთ ქალაქის ცხოვრებას, ქალაქგარეთ ცხოვრებასთან და რაში მდგომარეობს ეს. მთელი ჩემი გარშემო მყოფი ადამიანები წუწუნებენ თბილისის საცობებზე და ვეთანხმები არის საცობები, მაგრამ საცობები ძირითადად არის იმ დროებში, როდესაც არის სამსახურები. შენ თუ თავი დააღწიე კორპორატიულ ან საჯარო სამსახურის რუტინას, შენ წყვეტ როდის გახვიდე სახლიდან, როგორ დაგეგმო შენი დღე და შეიძლება რომ მაგალითად კვირა დასვენების ნაცვლად იყოს შენთვის ისეთი საქმიანი დღე, როცა აგვარებ ოჯახის საქმეებს, ყიდულობ პროდუქტებს, ასე შემდეგ და ნაკლებად შეგაწუხოს ამ სასწობმა. და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩემთვის, როდესაც მე კვირას საღამოს თბილისიდან წამოვედი ფასანაურში და ჩემი გზა, ანუ ფასანაურისკენ მომავალი იყო სრულიად თავისუფალი, რაღაც პერიმეტრს 1-2 მანქანა ჩანდა და მეორე მხრიდან საღამო იყო და ძალიან დიდი ნაკადი ბრუნდებოდა თბილისში და იყო საცობი, საშინელი საცობი. და ამ დროს მივხვდი, რომ შენ ირჩევ ადამიანი იყო ამ ნაკადში, სადაც არის საცობი, თუ არ იყო და საცობიდან ზოგადადაც რომ ესე ვთქვათ, განვაზოგადოთ, შენ ირჩევ თვეში მთლიანად დაისვენო, წელიწადში რამდენიმე თვე დაისვენო, თუ როცა დამსაქმებელი ყავს, უნდა შეუთანხმო წინასწარ 2 კვირით ადრე, რომ მოგცენ, არ ვიცი, 2 კვირიანი შვებულება. საქართველოში არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მე ბოლოს 6 წელი ისე ვიმუშავე, რომ შვებულება საერთოდ არ მქონია და შეიძლება საქართველოშიც იყოს ეგეთი ტენდენცია. აი, განსაზღვრული გვაქვს, როცა ჩვენ საყვარელ საქმეს არ ვაკეთებთ, დასვენების დღეები და ადამიანს განსაკუთრებით ქალებს არ შეიძლება რომ განსაზღვრული ქონდეთ დასაქმების დღეები, დასვენების ან დასაქმების დღეები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 27-28 დღიანი ციკლური ბუნება, რომელიც არის შერწყმული დედამიწასთან, ბუნებასთან, იყოფა 4 ფაზად და ამ 4-ვე ფაზაში კაცებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ჰორმონალური ფონის შესაბამისად სხვადასხვა საჭიროებები, მოთხოვნილებები და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ენერგიის ოდენობაც. და ის რომ ჩვენ კაცებთან ერთად მოვექცით კორპორატიული სამყაროს მარწუხებში, არანაირად არ არის გამართლებული არც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არც შემოქმედებითობისთვის. ჩვენ დავიბადეთ შემოქმედებითობისთვის.
ჩემი აზრით და კრეატიულობისთვის და შექმნისთვის და არა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება საპენსიო ასაკამდე ვიმუშაოთ სხვისი მიზნებისთვის, ოცნებებისთვის და გამდიდრებისთვის და ჩვენ თვითონ ვიყოთ უბრალოდ რაღაცა სხვისი მიზნის განმახორციელებელი. როცა ჩვენ უამრავი იდეა მოგვივა, თუ გამოვითავისუფლებთ დროს, ზოგს გამოთავისუფლების გარეშეც ძალიან ბევრი იდეა მოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცხოვრების და სამსახურის ბალანსი აქვს, მაგრამ აი ეს ვიდეო მინდა განსაკუთრებით მიუძღვნა ქალებს და უთხრა, რომ არ დაელოდონ საპენსიო ასაკს, არ დაელოდონ 1 იანვარს. დაუსვით თქვენ თავს კითხვა, მომწონს ჩემი ცხოვრება დღეს? თუ არ მოგწონს შენი ცხოვრება დღეს, დაუსვი კიდე მეორე კითხვა, 10 წელში მომეწონება ჩემი ცხოვრება, თუ არაფერი შეიცვალა და თუ არ მოგეწონება, ანუ შესაძლებელია და ვინ ცვლის, შენ ცვლის, შენ გარდა ვერავინ ვერ შეცვლის, შენი მოქმედებების პირდაპირ პროპორციული არის ის ცვლილებები, რაც მოხდება შენს ცხოვრებაში. ეს გადაწყვეტილებები არის ძალიან პატარა ჩვევებითაც და ასევე ძალიან დიდი გადაწყვეტილებებითაც, როგორიც არის საკუთარი ბიზნესის დაწყება, სამსახურის ცვლილება და ეს ვიდეო არანაირად არ არის ან კორპორაციების წინააღმდეგი, მთელი ჩემი დოვლეთი მე კორპორატიულ სამყაროში დავაგროვე და მაგიტომ აქვს ახლა ფუფუნება, რომ ვიყო მშვიდად და არ ვიმუშაო სიტყვაზე ისე, როგორც ადრე ვმუშაობდი. არც ისე და არც სხვანაირად მე მუშაობ მარტო ისე, როგორც მე მიხარია და ჩემ გონებას სხეულს და სულს უნდა. და მე თუ შევძელი თქვენ შეგიძლიათ, მაგრამ მე დავიწყე ამის დაგეგმა რამდენიმე წლით ადრე, თუმცა გაუცნობიერებლად. აი სულ მეკითხებოდნენ, კიდე ზარზე ხარ? კარგი რა, კიდე ზარზე ხარ? ნახე 2 ლეპტოპითა, 3 ტელეფონია. ჩემი პასუხი იყო, რომ 33 წლის ასაკში არა, 33-ის არა, 35 წლის ასაკიდან, 35 წლიდან მე აღარ ვიმუშავებ სხვის მიზნებზე. აი ამას ძალიან დაღლილი მდგომარეობიდან ვამბობდი ალბათ, რომ აი ერთიანად მოვიხსნი ამ ტვირთს და დავისვენებ და ნუ 33 წლის ასაკში მოვიდა ეს დრო, იმიტომ რომ წინსწრებით სწრაფად ვიმუშავე, ვიტყვი ჭკვიანურად, 17 ქვეყანა დავფარე ვიმუშავე, ბოლოს პანამაში და კოლუმბიაში წავედი, მოკლედ მთელი კონტინენტები და მსოფლიო მოვიარე და შეიძლება ითქვას, რომ იურისდიქციები და კომპანიებს ძალიან ხშირად არ ვიცვლიდი, სულ 6 დამსაქმებელი მყავდა 15 წელში, მაგრამ ძალიან აგრესიულად ვიზრდებოდი, იმიტომ რომ ბოლომდე თავს უწუნიდი კარიერას და თითქოს აი სადღაც მეჩქარებოდა, რომ მაქსიმუმი მიმეღო ამ კარიერიდან და აი მაგალითად ჩემი ისეთი პირველი კვანტური ნახტომი კარიერაში იყო, რომ როგორც იურისტი კორპორატიული ფარავდი 4 ქვეყანას, ანუ ჯერ იყო საქართველო და მე დაეპატა აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა და ასე გახდა 4 ქვეყანა და შემდეგ უკვე იყო 12 ქვეყანა და შემდეგ 17 ქვეყანა და ესე გაიზარდა, მოკლედ ჩემი პასუხისმგებლობა შესაბამისად ხელფასი და გამოცდილება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ კარიერას ხედავთ როგორც წყაროს იმისთვის, რომ მალე გაინთავისუფლოთ თავი და მაინც საპენსიო ასაკს არ დაელოდეთ, როცა უკვე ცვლილებების ენერგია არ გვაქვს, რისკის სურვილი დავდება, ხო, ქალებშიც, კაცებშიც, განსაკუთრებით ქალებში, მაშინ მიუძღვენით თავი მაგ კარიერას და მაქსიმუმი მიიღეთ, როგორც გამოცდილება, ისე ფინანსები, ისე კონტაქტები და ყველაფერი, რაც შეიძლება წამოიღოთ, მაგრამ დოვლეთის დაგროვება სიუხვის, ფულის და წარმატების ასევე შეიძლება მაგ კარიერის მიღმაც, თუ თქვენ არ მოგწონთ და არ გსიამოვნებთ ის საქმე რო აკეთოთ, ეს არის ფაქტობრივად პატიმრობაში საკუთარი თავის ჩაგდება. მე ჩემი თავიდან ვამბობ, არ მომწონდა ჩემი საქმე, ჩემ საქმეში, რომელიც იყო კორპორატიული საერთაშორისო იურისტობა, მომწონდა, მაგრამ მარტო გასაუბრებების ჩატარება, ადამიანების სამსახურში აყვანა, გაზრდა, დაწინაურება, ხელფასის მომატება, ანუ ადამიანებისთვის
ცხოვრების გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა, მაგრამ რამდენჯერ უნდა აიყვანო კორპორატიულმა იურისტმა? ეხლა შენ თანამშრომელი ხო? წავა, ბოლოს დაახლოებით 125 კი არა და 300 ადამიანამდე მექვემდებარებოდა, 125-300-ის წინ იყო და როგორც კი მთავრდებოდა აყვანები, ანუ გასაუბრებები და ეს რეკრუტინგის პროცესი ვიწყენდი, როგორც არ ვიცი, მოწყენილი, აი ეს ტირიფივით ვიყავი, აღარ მიხარო და ჩემი ხელშეკრულებების გადახედვა, მოლაპარაკებები და შეხვედრებზე სიარული, ხო? აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე გაინთავისუფლებ თავს იმ საქმისგან, რომელიც არ გსიამოვნებთ და მოიწესრიგებთ ამით ნერვულ სისტემას, კორტიზოლი წამოვა ქვემოთ და გაიხსნება თქვენთვის შესაძლებლობების კარი, იმიტომ რომ იპოვით სასიამოვნო საქმეს და შესაბამისად, როცა ადამიანი სასიამოვნო საქმეს აკეთებს, ფულზე ფიქრიც არ უწევს, არც ისტრესება, არც work-life balance-ი უწევს, იმიტომ რომ ავტომატურად ჰარმონიული ურთიერთობაა მის სამსახურსა და ესე ვთქვათ, საქმესა და ცხოვრებას შორის. ის ადამიანი მდიდარია და არა მარტო ფულით, ურთიერთობებით, თავისუფლებით, მოგზაურობით, ყველა სიმდიდრე, რაც თქვენი ღირებულებების შესაბამისია, ინტეგრირდება თქვენს ცხოვრებაში და კიდევ ერთ დავამატებდი, რომ არ არის საჭირო, რომ ერთი პროფესია გქონდეთ მხოლოდ. აი მაგალითად რო ავიღოთ ჩემი კვირა ეხლანდელი, რომელიც სულ იცვლება. როგორც სერტიფიცირებული კოუჩი, ინდივიდუალურ კოუჩინგ სესიებს ვატარებ ორშაბათობით და პარასკევობით, თუმცა არ ვმუშაობ 3 ან 4 საათზე მეტი დღეში, ანუ სულ მყავს ან 3 კლიენტი, ან 4 კლიენტი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დატვირთულია კვირა. 3 შაბათობით, 4 შაბათობით და 5 შაბათობით ვარ მშენებელი. ფიზიკურად არ ვაშენებ მე, მაგრამ ჩემი ქმარი ფასანაურში აშენებს ბარნჰაუსებს, სკანდინავიური ტიპის ხის სახლებს და ვეხმარები კონცეფციის შექმნაში, მასალების შერჩევაში, კონტენტის გადაღებაში და ასევე ქალაქგარეთ გადავდივართ საცხოვრებლად თბილისთან ახლოს და იქ ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, ამიტომ ვარჩევ სამზარეულოს ზედაპირებს, ტექნიკას. ეს არ არის აუცილებელი, რომ ფიზიკურად ვშრომობდე. რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც მივდივარ იმ ადგილებში, სადაც მასალებია, თუმცა ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, კვლევას ინტერნეტშიც ვაკეთებ. პარასკევობით, როგორც ვთქვი, ვატარებ კოუჩინგებს, შაბათს ვარ უბრალოდ ბუნების დამკვირვებელი, იმიტომ რომ მივხვდი ძალიან მსიამოვნებს ფოტოკამერით გასვლა ბუნებაში და ვიდეოების გადაღება სცენარეებისთვის, როგორ მოძრაობს, ქარი როგორ არხევს, წყალი როგორ მოძრაობს და რაღაც ჩემ ესე ვთქვათ, დაკვირვებებს ვაკეთებ, რომ მაგალითად ეს წვრილი ტოტი, რომელსაც აქვს უთხელესი ფოთლები, ძლიერი ქარის დროს არც ერთი არ ვარდება და არ ტყდება და რატო? იმიტომ რომ ქარიშხალშიც კი არიან მოქნილები, ხო? და ჩვენც ადამიანებმა შეგვიძლია გადმოვიღოთ, ესე ვთქვათ, ბუნებისგან ძალიან ბევრი სწავლება და სულ არ გვჭირდება ამისთვის თუნდაც წიგნების ან ფილმების ნახვა. ჩვენ თვითონაც შეიძლება მივხვდეთ იმას, რასაც მივხვდნენ სხვა ავტორები. კვირაობით ვარ მოსწავლე სტუდენტი, რადგან სერტიფიცირებული კოუჩის მეორე, ესე ვთქვათ, საფეხურზე გადავედი და ვემზადები გამოცდისთვის და აი ესეთი მრავალფეროვანია ჩემი კვირა და ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დავიბრუნა ჩემი ყველაზე პირველი პროფესია 4 წლიდან 18 წლამდე ვცეკვავდი ქართულ ცეკვას პროფესიონალურად და შემდეგ იურისტობის გამო, ესე ვთქვათ, უარი ვთქვი ამ პროფესიაზე, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეხლა ვერაფერს ვერ შევცვლი. გარდა იმისა, რომ შემიძლია ეს პროფესია, რადგან მსიამოვნებს, ისევ ყოველდღიურობის ნაწილი იყოს ჩემი, თუმცა ჯერჯერობით ფიზიკური
მომზადება მაკლია იმ დატვირთვისთვის, რა დატვირთვაც მქონდა ადრე ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 11-დან საღამოს 5-მდე და სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს საღამოობით საათნახევარი ვცეკვავ თეადარჩიას ცეკვის სახელოსნოში და ვარ აღფრთოვანებული და დიდი მადლობა მას და ყველა ჩემ ესე ვთქვათ ცეკვალ გოგოებს იმ საერთო ენერგეტიკული ველის შექმნისთვის, რაც იქ ხდება, არის ნამდვილი სასწაული. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის როგორც ყოფილი მოცეკვავისთვის ძალიან სასიამოვნო და ვფიქრობ, რომ შთამბეჭდავი გარემოა და თან მიმღებლობა მაქვს, რომ ყოველ წელს და ყოველ კვირა არ ვიყო ერთი და იგივე პროფესია, იმიტომ რომ ჩემმა არჩევანმა გამხდარიყავი იურისტი, ძალიან ბევრი ჩემი ეს შემოქმედებითი მხარე, როგორც იყო კერვა, ქარგვა, ძალიან მიყვარდა თიხის ძერწვა და სამკაულების გაკეთება, ბისერებისგან, თიხისგან, ფოტოგრაფია, ცეკვა, ეს ყველაფერი შეჭამა ჩემ შემთხვევაში კორპორატიულმა კარიერამ სამწუხაროდ და ნელ-ნელა შემოვიტან, იმიტომ რომ ეს მშენებლობის ფაზა სიტყვაზე გაივლის, 3 დღე გამომითავისუფლდება, უფრო დავლაგდებით იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს სახლში ვიცხოვრებთ ისეთში, როგორიც გვინდა რომ იყოს და რაღაც საბოლოო, ესე ვთქვათ, სახლი იქნება ყოველ შემთხვევაში საქართველოში და მოვაწყობ იქ მაგალითად ჩემს კუთხეებს, ქარგვის, კერვის, ძერწვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვნახოთ იქნებ ცეკვისაც გამოვიდეს. და ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ძალიან ინდუსტრიული და ძველი მიდგომა, რომ შენ უნდა იყო ერთი პროფესიის. შენ თუ გსიამოვნებს რამდენიმე საქმის კეთება, არ არის აუცილებელი, რომ გქონდეს ერთი პროფესია და რამდენიმე ჰობი. შეიძლება გქონდეს ყველა ჰობი აქციო პროფესია, თან ყველა პროფესია ჰობი, თან არც ერთი პროფესია არ გქონდეს და უბრალოდ იყო თვითმყოფადი და საკმარისი იმით, რომ ხარ ადამიანი. და ალბათ აქ ყველაზე ლოგიკური კითხვაა, მაშინ შემოსავალი საიდან იქნება, ხო? შემოსავალი აუცილებლად იქნება, დაფასება, აღიარება, ცნობადობა, ყველაფერი იქნება, თუ დაიწყებთ თქვენს ბლოგს, თუ დაიწყებთ თქვენს პერსონალურ ბრენდს და უამრავი ბლოგერი საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის კონკრეტული პროფესიის გარეშე. არის უბრალოდ კონტენტ კრეატორი და ეს ძალიან ისეთი ფართო შემოქმედებითი პროფესია არის, რაც ყველა შეგვიძლია გქონდეს, ყველამ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევქმნათ დოვლეთი და ვიყოთ წარმატებულები და აკეთოთ უბრალოდ ის, რასაც გააკეთებდით, რომ იყოთ თავისუფალი. დღევანდელი ეპიზოდი დაცლილია, ესე ვთქვათ, ჩემი აზრით, ემოციებისგან, მოწოდებებისგან, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 1 იანვრიდან ცვლილება გამორიცხულია, თუ 27 დეკემბერს დაიწყეთ მუშაობა თქვენს მიზნებზე და როგორი ცხოვრება გინდათ. ეხლა უნდა დაიწყოთ მუშაობა და სერიოზული, მე ვიტყოდი რამდენიმე კვირიანი იმაზე, რომ შექმნათ თქვენი ცხოვრების დიზაინი, გამოარკვიოთ რა გინდათ, როგორ გინდათ, რა გზებით მიიღწევა, რა ქმედითი ნაბიჯები გექნებათ გადასაზმელი იმისთვის, რომ შემდეგ წელს შეხედოთ, დაინახოთ ცვლილებები. სხვა შემთხვევაში შემდეგი წელიც ისეთივე იქნება, როგორიც იყო ეს წელი, ამის წინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი. გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, ვისაც ფიქრობთ, რომ გამოადგება ჩემ არხზე გააზიარებული ცოდნა და წარმატებებს გისურვებთ თქვენს გზაზე. მადლობა.